სამი შეცდომა, რაც მე დავუშვი კანადაში ჩამოსვლამდე, გიზიარებთ ჩემ პირად გამოცდილებას, ჩემ შეცდომებს. პირველი არ მოვემზადე სათანადოდ ინგლისურში და პირველი რამოდენიმე თვე ძალიან გამიჭირდა. ვფიქრობდი, რომ ინგლისური ვიცოდი, მაგრამ აქ რო ჩამოვედი, აღმოჩნდა, რომ აქ სხვა ინგლისური არის და გაცილებით სხვა დონე ინგლისური გჭირდებათ. მეორე, აუცილებლად ჩამოიტანეთ, რაც წამოიღეთ, რაც შეიძლება დიდი თანხები. ეს ცოტა სასაცილოდ ჭირს, მაგრამ რეალურად ესეა, ძვირი ქვეყანაა და სანამ სამსახურს დაიწყებთ და ფეხზე დადგებით, თანხები ძალიან მალე გაგიყვეთ ჯიპიდან. და მესამე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე ესე ვთვლი, მოიძიეთ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია კანადაზე. კანადაზე, პროვინციებზე, მოერგეთ პროვინციებს და მოირგეთ კანადა საკუთარ თავზე. უნდა იცოდეთ, სად მოდიხართ, რა ტიპის პროფესიები დაგხვდებათ აქ და უნდა იცოდეთ, რომელი პროვინცია უფრო გამოგადგებათ თქვენ.